ჩვენ ველოდებით როგორც ზეპირსიტყვიერ კომუნიკაციაში დაგვიდესტურა სულ ცოტა ხანში მოვა აქ თინათინ ბოკუჩავა ის დაესწრება ყრილობას ამიტომ არსებობს არაერთი კითხვა ამ ყრილობაზე დასწრებასთან დაკავშირებით მათ შორის ჩვენ გვახსოვს ჩვენსავე ეთერში გაკეთებული განცხადება თინათინ ბოკუჩავასი სადაც მან აღნიშნა და თქვა რომ პოლიტსაბჭოს სხდომა არ იყო ლეგიტიმური მან ასევე საკუთარი თანაგუნდელები დაადანაშაულა კვოტებით манипулირებაში აქედან გამომდინარე არსებობს კითხვები იმასთან მიმართებით თუ რამ შეეცვლევინა მას იდეა აზრი და გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან და ყრილობასთან დაკავშირებით და ხომ არ არის ამ ყველაფერში მიხეილ სააკაშვილის წვლილი რომელმაც ასევე შეგახსენებთ რომ გუშინ ღამით დაწერა პოსტი იმასთან მიმართებით რომ სატელევიზიო ეთერებში კომუნიკაცია ასეთი მწვავე ფორმებით უნდა დასრულდეს საჯარო დისკუსია და პოსტებით ერთმანეთთან დაპირისპირება და ცეცხლის გახსნა ამიტომ მასთან ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება კითხვები ხოლო რაც შეეხება პოლიტსაბჭოს უпростоრად ყრილობას ის სულ ცოტა ხანში დაიწყება წუთი წუთზე უკვე შევლენ და დაიწყება სიტყვით გამოსვლები თავდაპირველად იქნება მიმართვები ხოლო ამის შემდგომ აირჩევენ 9 ადამიანს გვეუბნებიან რომ ასე სტანდარტული გაგებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მომდევნო 6 თვის განმავლობაში არ ეყოლება თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ეს 9 ადამიანი პრაქტიკული თვალსაზრისით იქნება თანათავმჯდომარე ეს იქნება გარდამავალ პერიოდში გუნდი რომელიც უხელმძღვანელებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ ცოტა ხნის წინ ველაპარაკეთ პოლიტიკოსებს მათ მოლოდინებთან დაკავშირებით და ცხადია ჩვენ ახლა ველოდებით თინათინ ბოკუჩავას გამოჩენას და ამის შემდგომ მას შემდეგ რაც მოვისმენთ ჩვენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების პოზიციას ამ ყრილობასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ თინათინ ბოკუჩავას კომენტარსაც კანდიდატები უკვე არიან წარდგენილი კანდიდატების წარდგენის უფლება ჰქონდა პოლიტიკური საბჭოს 15 წევრს ჰქონდა 3 კანდიდატის წარდგენის უფლება ამ სიას კანდიდატების ჩვეულებრივად პროცედურის მიხედვით როგორც ხდება დადგება კენჭისყრაზე ყრილობაზე და ყრილობა მიიღებს შემდეგ გადაწყვეტილებას კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით უპასუხებ მე მქონდა კომუნიკაცია მაგრამ არ მაქვს უფლება მისი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ გაცნობოთ თავად ის გააკეთებს ამ განცხადებას იქნება თუ არა ყრილობაზე და ამას თქვენ თვითონაც ნახავთ რაც შეეხება ურთიერთდაპირისპირებას და ასე შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის დღევანდელ ყრილობაზე ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ერთიანობა ამ 6 თვის განმავლობაში ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილთან ერთად რეფორმების საბჭოში იქნება ჩართული რათა პარტიაში გასატარებელი ცვლილებების სარეკომენდაციო პაკეტები იქნება შემუშავებული გარეთვალიდანაც მოხდეს დანახვა პარტიაში არსებული პროცესების და ეს არის ყრილობა რომელიც განსაზღვრული იყო ზოგადად უკვე პარტიის დღის წესრიგით თქვენ იცით რომ ამ ყრილობაზე უნდა აირჩეს ორგანო რომელიც იქნება პასუხისმგებელი გარდამავალ პერიოდში პარტიის მმართველობის ასევე ეს იქნება რეფორმების საბჭო რომელზეც საუბარი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ასევე ეს იქნება განსაზღვრული ის ყრილობა რომელზეც დამტკიცდება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ პარტიული დღის წესრიგი ჩვენთან პარტიაში არის დამოუკიდებლობის და რაღაცნაირად ხალხის გათვალისწინების, აზრის გათვალისწინების და გადაწყვეტილებებში ჩართულობის მაქსიმალური დონე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დღევანდელ ყრილობაზე აირჩევა დროებითი მმართველი ორგანო, რომელიც მომდევნო 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს პარტიას 30 ივლისს გაიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გადამწყვეტ ყრილობისათვის ვემზადებით თინათინ ბოკუჩავა მოვიდა ჩვენი ინფორმაციით და ის ცოტა ხანში შემოვა აქამდე შეგვიძლია მოვისმინოთ მისი კომენტარი და პირდაპირ დავუსვათ კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება დღეს მოსვლასთან დაკავშირებით ქალბატონო თინა გამარჯობა პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ აუცილებლად მინდა მაყურებელს მოვასმენინოთ თქვენი პირველი კომენტარი იმასთან დაკავშირებით რამ გადაგაწყვეტინეთ დღეს ყრილობაზე მოსვლა რადგან პოლიტსაბჭოს მიიჩნევდით არა ლეგიტიმურად არის თუ არა ამაში მიხეილ სააკაშვილის წვლილი და რომ დავაგვიანოთ ყრილობაზე იმიტომ რომ ზუსტად 3 საათზე იწყება მაგრამ კახა კალაძის საცობების წყალობით ზუსტად მოვედი დროულად რაც შეეხება ყრილობას სამი მიზეზით ვარ მე დღეს აქ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე უპირველეს ყოვლისა რომ მადლობა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს
იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან დელეგატები ყრილობაზე, იმ ნდობისთვის, რომელიც მე მათ მომანიჭეს 2 წლის წინ, რომ 2 წლის განმავლობაში მემსახურა პარტიისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემი აქ მოსვლით იყო სწორედ ეს. მეორე იყო ის, რომ თუ აქამდე ვინმე ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ გაეგოთ, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირ თანამდებობას არასოდეს მნიშვნელობა არ ქონია, მთავარია ბრძოლა, მთავარია სიმართლე, მთავარია ღირსება და მთავარია ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიპოვოთ. და ბოლოს, რა თქმა უნდა, მესამე მიზეზი, რის გამოც მე დღეს აქ მოვედი, არის ის, რომ მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ მართოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ იმაჩნია, რომ ახლა ყველაზე სწორი ჩემი მხრიდან იქნება ის, რომ მე ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგითი პოლიტსაბჭოს წევრი. ეს თანამდებობის შემოთავაზება იყო ქალბატონოთინა მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი, ეს იყო მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი. იყო, რომ ჩემი კანდიდატურის დასახელებაც შესაბამისად არ მომხდარიყო იმისთვის, რომ შემდგომ არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც არაერთხელ განიმარტა, ეს არის დროებითი ორგანო, დროებითი სტრუქტურა, რომელიც იქნება რამდენადაც მე მესმის 6 თვით და შესაბამისად მე ჩემს თავს არ ვხედავ ამ დროებითი მართვის სტრუქტურაში. თუმცა თანამდებობის შემოთავაზება ხომ არ იყო, ქალბატონოთინა, თანამდებობის შემოთავაზება ხომ არ იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც დღეს მოხვედით ყრილობაზე. ეს ხომ არ იყო მთავარი. კრიტიკოსებისთვისაც, გულშემატკივრებისთვისაც, მაგრამ უმთავრესად და უპირველეს ყოვლისა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის, ვისთან ერთადაც 2012 წლიდან მე მთელი ჩემი არსით და შეგნებით ვიბრძვი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რომ არსად წასვლას ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან არ ვაპირებ და ვრჩები იმ ორგანოს წევრად, რომელიც მიმაჩნია, რომ პრინციპში მთავარი პოლიტიკური ორგანოა ამ პარტიაში და ზოგადად დემოკრატიულ პარტიებში ეს ასეა. იმიტომ რომ ის არის ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანო, ის არის ორგანო, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია თავმჯდომარეც და ახლა მათ შორის ის დროებითი მართვის ორგანო, რომელიც დღევანდელ არალეგიტიმური უწოდეთ პოლიტსაბჭოს სხდომას. ქალბატონოთინა, აზრი შეიცვალეთ, მხოლოდ ეს გვითხარით. ისევ არალეგიტიმურად მიგაჩნიათ თუ არა? მესმის თქვენი კითხვა, ამაზეც კი პასუხებ და მე ხოვნა მაქვს, რომ მომცეთ შესაძლებლობა, რომ შევიდე იმ კითხვაზე, რომელიც ორმა კოლეგამ ერთდროულად დასვა და ჩავთვალე, რომ ბევრს გაქვთ ეს კითხვა უკაცრავად. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემი ძალიან პრინციპული პოზიცია ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის და მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლო პოლიტიკური საბჭოს ხდომის ჩანიშვნაზე და ჩატარებაზე, ამ საკითხზე ჩემი ძალიან პრინციპული და ვფიქრობ საზოგადოებისთვის საკმაოდ მკაფიო პოზიცია დავაფიქსირე. დღეს ამ საკითხზე საუბარს მე აღარ ვაპირებ. როგორც მოგახსენეთ, მე აქ ვარ სამი რამისთვის, ეს არის მადლობა უპირველეს ყოვლისა, ეს არის კიდევ ერთხელ დაფიქსირება იმის, რომ მე ვაგრძელებ ბრძოლას და რომ ამ ბრძოლას არანაირი თანამდებობა არასოდეს სჭირდებოდა და არც მომავალში დასჭირდება და მესამე, რომ მე წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს იღებს ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას. ექვსთვის მერე თუ ხედავთ საკუთარ თავს, ისევ თავმჯდომარედ, ქალბატონოთინა, ისევ თუ დააყენებთ საკუთარ კანდიდატურას თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით 6 თვის შემდეგ. ქალბატონოთინა, რას გვეტყვით? შევატაროთ. უსმენდით თინათინ ბოკუჩავას, ახლა ჩვენ ვეცდებით კიდევ გავაგრძელოთ კითხვების დასმამასთან დაკავშირებით. მთავარი კითხვები არსებობდა იმასთან მიმართებით, როდესაც თინათინ ბოკუჩავამ რამდენიმე დღის წინ ჩვენსავე ეთერში თქვა და გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყო ლეგიტიმური პოლიტიკური საბჭოს სხდომა. დღეს ის არის ყრილობაზე წარმოდგენილი, როგორც ჩანს, პოზიცია შეიცვალა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის როლი ამ პროცესში გადამწყვეტი.
ვიტყოდი, კონკრეტული პასუხი ამასთან მიმართებით არ არსებობს. სამი მთავარი საკითხი ჩამოთვალა თინათინ ბოკუჩავა მის სადემონსტრაციოდ რატომ მოვიდა დღეს ის პოლიცსაბჭოს სხდომას, უბრალოდ ყრილობაზე, ამის შემდეგ, როდესაც დასრულდება ყრილობა, გვეცოდინება იმ 9 ადამიანის ვინაობაც, რომლებიც შემდგომ 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და გარდა ამისა, თინათინ ბოკუჩავასთანაც გვექნება დამატებითი კითხვები, მან ახსენა სიტყვა თქვა, რომ თანამდებობა შესთავაზეს დღეს, თუმცა ასევე დააყოლა ისიც, რომ მისთვის თანამდებობები არ არის მნიშვნელოვანი, საინტერესოა რა თანამდებობა არის შეთავაზებული, ვისი მხრიდან და აქვე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინ ღამით ყრილობამდე ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში პოსტი, სადაც თქვა, რომ უნდა დასრულდეს დაპირისპირება საჯარო სივრცეში პარტიის მაღალი თანამდებობის პირებს შორის და ესეც საინტერესოა, იქონია თუ არა რაიმე გავლენა მესამე პრეზიდენტის განწყობებმა. სულ ცოტა ხანში დაიწყება ყრილობა, ახლა უკვე ვხედავთ სამზადის და ამის შემდგომ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გვეცოდინება იმ 9 ადამიანის ვინაობა და მათ შორის ისიც თინა ბოკუჩავა იქნება თუ არა მათ შორის, ვინც მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ანუ გარდამავალ პერიოდში გადაიბარებს და მიხედავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ საკითხებს. შეგახსენებთ, რომ ეს იქნება გარდამავალ პერიოდში და შემდგომ უკვე ნანუკა ჟორჟორიანის რეფორმატორთა საბჭო მისცემს პარტიას რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკვე შემდგომ ამ 6 თვის შემდეგ პერიოდში.